წარმატება უსურვოთ ინგა გურგენიძეს პირველი ადგილისთვის ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს ჭირდება რომ 108.89 ქულა აიღოს კარიერის საუკეთესო შედეგი გააგაცნეთ მე თქვენ უკვე 128.79 ქულა ასე რომ უგულშემატკივროთ ახლა გურგენიძეს სიტყვები არ გვაქვს, იმდენად კარგი იყო ინგა გურგენიძის თავისუფალი პროგრამა. ბრავო ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს. გულშემატკივრების ემოციაც გესმით, ძიმედ დაიწყო და აი აქაც გამოავლინა გურგენიძემ თავის მებრძოლი ხასიათი. პირველივე ნახტომი გაუფუჭდა მას წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ამის მიუხედავად ხასიათი არ გაფუჭებია, განწყობა არ გაფუჭებია, ბოლომდე იბრძოლა და ყველა სხვა ელემენტი პრაქტიკულად სრულად შეასრულა მან, რაც ჰქონდა ლიუდმილა გაფაროვასგან დავალება. ასე რომ
პირველ ადგილზე გადასვლის შესანიშნავი შესაძლებლობა ახლა ინგა გურგენიძეს და ყველანაირი სამართლით იგი ახლა პირველ ადგილზე უნდა მოხვდეს და შემდეგ უკვე მის კონკურენტებზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ორი სპორტსმენიღაა დარჩენილი ლეანდრა ციპუკაკისი შვეიცარიიდან და ესტონელი ელინა გოიდინა. თუმცა ინგამ თავის სიტყვა თქვა უკვე და ახლა მაინც თუს ვიხმარ გადავა ის პირველ ადგილზე, მედალი უკვე გარანტირებული ექნება გურგენიძეს ბრინჯაოს. თუმცა აი ასეთი თავისუფალი პროგრამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ გურგენიძემ ოქროს მედალი დაიმსახუროს საშინაო ოლიმპიურ ფესტივალზე. ბრავო კიდევ ერთხელ უდიდესი ნიჭის მქონე 15 წლის ქართველი სპორტსმენი მასზე წინა რეპორტაჟისას როდესაც მოკლე პროგრამას გვთავაზობდა გურგენიძე გითხარით რომ გახდა 23-მე ქალი ამ სპორტის ისტორიაში რომელმაც სამნახევარი აქსელი შეასრულა ოფიციალურ ღონისძიებაზე ამას აქში რომ აქვს უკვე ასეთი უნარები სპორტსმენს ნიშნავს იმას რომ მას ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ერის წინ და იქნებ ეს იყოს ერთ-ერთი პირველი დიდი გამარჯვება ინგა გურგენიძის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უკვე ჩემი აზრით იქნება ეს სიმშვიდის საფუძველი ახლა აცხადებენ ქულას 187.81 პირველი ადგილი ახლა მნიშვნელოვანია რა ქულა აიღო მან უშუალოდ თავისუფალ პროგრამაში 128.97 შესანიშნავი შედეგი გაუმჯობესდა თავის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი რომელიც 128.69 იყო ბრავო ინგას ეს ოქროს მედლისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია არ უნდა აუჩქარდეთ თუმცა